ძალიან სწრაფად ითვლიან. თუ გაქვს რაიმე ინსპირაციის წყარო, ან რაიმე მიცესაბათი მაგალითი. მაქვს მქონდა ყოველთვის მეფემ, იმიტომ რომ რაღაცას ვაკეთებ, აუცილებლად საიდანღაც მოგდის იდეა, ინსპირაცია. ან ყოველთვის ვარჩევდი ხოლმე კომპანიის სხვადასხვა кейსებს, ანუ სტუდენტობის ასაკიდან მოყოლებული. როდესაც კომპანიები, დიდი კომპანიები რაღაცა შეცდომებს უშვებდნენ და ასე ვთქვათ, რაღაც პრობლემის წინაშე დგებოდნენ, რა მეთოდებით ჭრიდნენ ამ პრობლემებს. ყოველთვის ანუ აქედან ვიღებდი მაგალითს, როგორ შეიძლება რომ რაღაც პატარა შეცდომა, რომელსაც აუცილებლად ყველა უშვებთ, გადავფაროთ სხვა რაღაცა მარკეტინგული ხრიკებით, თუნდაც მაგალითად, როდესაც Mercedes-მა გამოუშვა ძალიან ცუდი მანქანა, A-კლასი, რომელიც იყო მთლიანად ბრენდის შეცდომა და რის ხარჯზე რა გააკეთა იმისთვის, რომ ეს ასე ვთქვათ დაეფარა. და ასე შემდეგ, ანუ თუნდაც მენეჯერულ საკითხებში, თანამშრომელთან ურთიერთობებში, თანამშრომლების мотиваციებში და ასე შემდეგ, ანუ ძალიან ბევრი кейსი არსებობს და როგორ ფიქრობ, რატომ უნდა ჩადოს ხალხმა ფული ბიზნეს იდეაში და არ შეინახოს ბანკში მაგალითად? ვიცით რა არის? ანუ აქ არის, როდესაც თუ გადახედავთ ვაკანსიებს, ყოველთვის წერია, რომ ან გქონდეს კომუნიკაციის კარგი უნარი, ადამიანს როდესაც იყვანენ და დარწმუნების უნარი. ეს დარწმუნების უნარი თქვათ არ წერია, რა თქმა უნდა, ისინი ერთმანეთისგან აკოპირებენ ამ მოთხოვნებს, მაგრამ ანუ პრობლემა თვითონ ჩვენშიც არის, ანუ ასე ვთქვათ, დამწყებ ბიზნესმენებში. მე როდესაც მივდივარ ადამიანთან, რომელსაც აქვს თქვათ რაღაცა ფინანსური ბერკეტები, აუცილებლად უნდა დავანახოს სწორად ის იდეა, გზა და რაღაცა მიზანი, რომ მას მოუნდეს ამაში ფულის დაბანდება. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ადამიანები უნდა განვითარდნენ ორივე კუთხით, ანუ ის ადამიანები, რომლებიც საქმეს იწყებენ და ის ადამიანები, რომლებსაც უნდა დააფინანსონ ეს, იმიტომ რომ ამათ აქვთ ფული და უყურებენ ამ ყველაფერს სკეპტიკურად. ურჩევნიათ, რომ მაგალითად იყიდონ, გაყიდონ რაღაცები, როცა შეიძლება ბევრად საინტერესო საქმით იშოვო რაღაცა თქვა. და შენ რა რჩევას მისცემ? აი, ახრიდან აკითხე.